პროფესიით ვარ მობილურების ხელოსანი, მუშაობდი შეკეთებაზე 5 წლის განმავლობაში. შემდეგ ახლა ნორმალური ფართების სიძვირის გამო შევწყვიტე დროებით მუშაობა მაგ ხელობაზე და ახლა დროებით მუშაობ ამით. რაღაც ტვირთების გადაზიდვაზე რაც პურის ფულს შოულობ. ჩემი შრომით. ვერ ვიტყვი რომ თლათ ბედის წერაზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრება. იმიტომ რომ ახლა რაც არ უნდა ბედი გქონდეს, ჩვენ თუ ხელი არ გავანძრიეთ და რამე არ მოვინდომეთ, თავისით არაფერი არ მოვა, ხო? აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ბედის წერა ადამიანის ცხოვრებაში მართლა არაფერ შუაში არ არის. თუ არ ხარ რეალისტი, თუ არ ხარ მიზანდასახული, თუ არ ცდილობ რომ რამეს მიაღწიო, ხო, ყოველად ოცნებით და ესე ჯდომით მართლა არაფერი არ გამოვა და არც გამოსულა, არც არავის არ გამოსულია არასოდეს. არ მჯერა ბედის წერის. ჩემი ოჯახის შემოსავალი არის პენსია, ჩემი არის ასილარი. აქვს სოციალური დახმარება ორსულზე გამოდის 154 ლარი, სულ 150 ლარი, 154 ეს პირდაპირ შემოსავალია. ეხლა ბაზარიც ხო იცი არის თევზაობასავით რა. ხარჯი რა თქმა უნდა დიდი არის, ქირა გადასახდელი არის, ეს ელექტროენერგია, წყალია, არის 1000 ხარჯებია ხო უბრალოდ წამოვიდა დაგჭირდეს რაღაც დაგჭირდეს ყოველ შემთხვევაში არაფერში არ არის საკმარისი რა ეს სახელმწიფოს დახმარება თქვა ეხლა რა თქმა უნდა არც იმაზე არ ვამბობ მე რომ ეხლა სახელმწიფო უნდა გაცხოვოს და რაღაც მაგრამ თუნდა იყოს საარსებო მინიმუმი მაინც პირველად დავინახე კაკოი ბუტკაში იჯდა და ტელეფონს აკეთებდა. მე მაგის მიხედვით რომ ვერ გამოდიოდა საქმეს იზოლებული გახდა და დაიწყო ტრანგარეთგაზე მუშაობა. რომ დავინახე მეთქი ამან როგორ ამოემსახუროს კლიენტსა. და ჩვენ შეხმარებოდი ცოტა რაღაცით კლიენტსა რომ არ გაქცეულიყვნენ კლიენტები. და სხვა კიდე მე ბუტკა გადმოვიტანა ბაზართან დადგა და დაიწყო ვაჭრობა ეხმარებოდა ცოლსა ვაჭრობაში ხანტვირთი მიქონდა კარტოფილი ხარ რაღაცები და იმით იჩენენ თავს ერთი წელია რომ ვაჭრობთ დილის 7 საათიდან აქავართ უკვე საღამოს 6-მდე. ძირითადად სოფლის რამეებზე კარტოფილი, ხახვი, რა ვიცი, მეტი სარჩენი არაფერი არ აგვაქვს, ამით ვირჩენთ თავს. რჩება 15-20 ლარი, რა ვიცი. 50 ლარს ქირას ვიხდი. არ არის იმდენი მუშაობა რომ გეყოს. ხან არის, ხან არ არის, რა ვიცი, ვაჭრობის საქმეს ვერ მიხვდები. მე არ ვიყავი სწავლით დაინტერესებული. მე ამიტომ არ მაქვს პროფესია.
ეს ამის შეძენის იდეა იქიდან წამოვიდა, რომ რატომღაც რომ უყურებდი, ფიქრობდი ჩემთვის, რომ შემეძლო მართვა და ერთადერთი გადასაადგილებელი საშუალება არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ეს ძალიან პატარა ასაკში 15-16 წლის ასაკში შევიძინე მშობლების დახმარებით ხელით მართვაზე გადავიყვანეთ მე და ჩემმა ძმამ. იმის მერე უკვე დიდი ხანია 15 წელია რაც ამით გადავადგილდები და მოძრაობ. ინგა გამოდი და ფიქსირდი. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს რა. აი ადამიანი აი რომ თქვათ რომ შეზღუდული შესაძლებლობების იყოს არ მგონია იქიდან გამომდინარე აი თუ შეზღუდულობაზე ვისაუბრებთ აი ნებისმიერი ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობისაა ხო რაღაც ყველაფერი არ შეუძლია აქედან გამომდინარე შესაძლებლობები შეუზღუდავია თუ მოისურვოთ და თუ გეკნება და აი თუ გული უნდა გქონდეთ ძლიერი აცვარი და არ უნდა გეშინოდეთ ცხოვრებაში. ჩვენ ავიცანით ერთმანეთი 3 წლის უკან მუშაობდი ბათუმში და ეს იყო ერთ-ერთი კლიენტი ჩემი. შემოიტანა ტელეფონი ეს პრობლემით. ხო და გადავხედე ამ ტელეფონს და რაღაც მომეწონა. ჩუმად გავუშვი ჩემ ტელეფონზე ზარი ამის ტელეფონიდან. ასე ვთქვათ მოვიპარე ნომერი. ხო ეს ვერა დაიწყო ჩვენ გაცნობით, მე დაახლოებით, მე სიყვარულით და მე 5-6 თვის შემდეგ გავიპარეთ და დღემდე ვართ ერთად. რასოდეს არ მიოცნები რაღაც ოცნების კოშკები მართლა არ ამიგია რასოდეს რომ აი ვთქვა 10 წლის შემდეგ მილიონერი ვიქნები ან ისეთი ვიქნები ან ასეთი ვიქნები დღესაც ასე ვფიქრობ ადრეც და დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ ყოველთვის ისე ვიფიქრებ და მინდა ერთადერთი რომ კონდეს ჩემი საკუთარი სახლი ან რაღაც ისეთი თავშესაფარი რა უბრალოდ ჩემი საკუთარი უბრალოდ მქონდეს იმის საშუალება, რომ სტუმარი მივიღო, თუ ვინმე მომივა. ელემენტარული შესაძლებლობები მქონდეს რა. დღეს ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შესაძლებელია და რაც შემიძლია, რა თქმა უნდა. მე მგონი მივაღწევ ყველაფერს დარწმუნებული. ახლა ფიქრით მართლა არ მიფიქრე ახლა ძალიან ბევრი შვილები მყოლოდა და უბრალოდ მე ყოველთვის იმას ვფიქრობდი რომ აი თუ გეყოლება შვილი ხო ერთი გეყოლება თუ ორი თუ სამი მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ ჩემი ინტერესი არის ის რომ იმას აი სრულფასოვანი ცხოვრება შეექმნა ნორმალური განათლება ნორმალურად აღზარდო და უბრალოდ უნდა იყოს შესაძლებელი რა აი დღევანდელობიდან გამომდინარე
რამდენი საშუალებაც გექნება, იმდენი შვილები უნდა გააჩინო, რა თქმა უნდა. თორემ ბევრი რო გააჩინო, უბრალოდ ის უფრო ცუდი არ იქნება, ვერ მიხედო სათანადოდ. დასხმული რომ არის ხო მთელი დღე დაყინული მოქვს ფეხები. აი ასე მომავკარდა და იმითი ვარდე. იმას აქ ცეცხლს. ახლა ის ჩისკარი. ხო შეიძლება ხო? მართლა რაფერს არ შევძლები. იმიტომ რომ აი რო თქვა, რომ თლათ უკმაყოფილო ვარ მეთქი ჩემი ცხოვრებით, მოვიტყვები, იმიტომ რომ უბრალოდ ყოველთვის შემეძლო ყოველთვის ვაღწევდი მიზანს, იმიტომ რომ ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და თუ ოდესმე რამე მართლა გულით მომინდომებია და უბრალოდ აი მართლა დაინტერესებული ვარ არასდროს პრობლემა არ შემქმნია. უბრალოდ თუნდაც დაოჯახების მიმართ ახლა რა თქმა უნდა ხალხის აზრი ათასნაირია, ზოგი იქით ამბობდა, ზოგი იქით, მაგრამ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგას მივაღწევდი და მივაღწევი კიდეც. აი თუნდაც ჩემი სწავლის მიმართ ახლა ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ამ საშუალოზე თბილისში დასვლა, იქ სწავლა, იქ გადაადგილების პრობლემები მექნებოდა, მაგრამ ყველაფერი მოვახერხე და მოვედი დღემდე. ოცნებით ახლა ბევრ რამეზე ვოცნებობდი, მაგრამ უფრო რეალური იყო ჩემი ოცნება, რომ მინდოდა ძალიან მაგრად მინდოდა რომ პოლიციელი გამხდარიყავ. რა თქმა უნდა, ახლა ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე იქ ვერ მოვახერხე, ახლა დიდად არ მწყდება გული, რო ვთქვა. მე ოცნები არა ვარ რა, უფრო რეალისტი ვარ და უფრო აი დღევანდელობით ცხოვრობ რა. დავიბოდე 1980 წელს, გავიზარდე ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში, იქვე დამამთავრე საშუალო სკოლა. მას შემდეგ სწავლობდი უბრალოდ ისე კერძო ხელოსანთა რა, აი მობილურების შეკეთებას ვსწავლობდი. უბრალოდ ძნელი იქნებოდა რა ჩემი გადაადგილება, ჩემი მოძრაობა თუნდაც სასწავლებელში და უფრო ამჯობინე აი ეს ხელობა და რაღაც ისეთი საქმე, რომელთაც უბრალოდ თავს გავიტანდი, თავს ვირჩენდი და ეს აი ჩემი საავადმყოფოდან გამოსვლის აღსანიშნავად ჩემმა თანაკლასელებმა მაჩუქეს ეს ალბომი. ვიყავი 8 წლის და იქ ჩვენ სოფელთან ახლოს არის ორფოლოს პოლიგონი. სადაც ადრე წვრთნები რომ მიდიოდა კომუნისტების დროს, უბრალოდ აღარ ამოწმებდნენ იმის შემდეგ, აი ეს როლების შემდეგ, რომელი ფეთქდებოდა, ვთქვათ, რომელი არ ფეთქდებოდა. ხო? ნუ ეყარა რა ისე უხეშად რო ვთქვათ, ყველგან სადაც მიხვიდოდით, იქ იყო ტანგის ნარიადები, გაუბიჩის ათასნაირი ასაფეთქებელი მასალები. ხო, და მე ვიყავი 8 წლის. მესამე კლასში ბრუნდებოდი სკოლიდან. ხო, და შემოხვდა ორღუბეში ეს ტანგის ნარიადი ვიზუალურად მომეწონა, ავიღე და დავიწყე თამაში. ხო, და ამ თამაშის დროს აფეთქდა. და მე შედეგია ეს ყველაფერი. აკვირთ გადაღებული ჩემი მშობლები, დედა, მამა და მე. დედა ჩემი პროფესიით არის ექთანი, მამა ზოოტექნიკოსი. ეხლა ცხოვრობენ სოფელში. აკვირ ჩემს მეგობრებთან გადაღებული ფოტოა, ვარ 10 წლის. აცვია პოლიციელის ფორმა, იმიტომ რომ ძალიან მაგრად მიყვარდა პოლიციელები და პოლიციის ფორმა. საერთოდ. კარგი ადამიანია, ძალიან ალალი გული აქვს და მომეწონა. რა თქმა უნდა, ოჯახიდან
არ იმექნებოდა თანხმობა რომ გავუყოლოდი. ამიტომ გავიპარეთ. მამა არ მყავს, დედა მყავს და 2 ძმა, 3 და 5 დედმამიშვილი მყავს. ყველაზე დიდად ეგ წყენს დედაჩემს, რომ არ იცოდა არაფერი. რა ვიცი, რა შემეშინდა თქვის. სხვა არაფერს არ მომალავდი.